შტაბის ოფისი გახსნა. მოგესალმებით, ალეკო. მოგესალმებით ახო, მივესალმებით მაყურებელს. მოდით თავად შტაბის ოფისზე ვისაუბროთ. რა ეს არის თქვენი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომ რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა მისცეთ ამ შტაბის ოფისს, თუ ეს იქნება ისეთივე ოფისი, როგორიც შეიძლება კონდეს ნებისმიერ კანდიდატს? პირველი ის რომ ყოფილი საბურთალოს სულხან სინცაძის 45-ში გავხსენით შტაბი და ეს იქნება ერთადერთი ოფისი, რომელიც მე თბილისში მექნება, სხვა რაიონებში, უბნებში არ მექნება, იმიტომ რომ მაგდენი ფული ნამდვილად არ მაქვს, ერთადერთი ოფისის ფული არის. ყველას ორი რამისთვის, დღეს თქვი კიდევაც ორი რამისთვის გავხსენით ეს ოფისი, ერთი რომ ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი მოქალაქე ვისაც აქვს პრობლემები, ისაც ჩემთან მოდიოდა როგორც საბურთალოს მაჟორიტართან, მე ოთხშაბათობით შეხვედრა მქონდა და მაქვს, მაგრამ ახლა ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გააწუხებთ კონკრეტული პრობლემები, რომ წვირწინ გიშენებენ კორპუსს, რომ მაგალითად საძირკველი გათხარეს და დააგდეს და ქვეწარმავლების ბუდედარი არის ეზოები და ქუჩები გადათხრილი და არასრულებენ იქ სამუშაოებს, ტროტუარი შეიჭამა მშენებლობების გამო ავარიული სახლი, ავარიული კორპუსი, ნებისმიერი მობრძანდით და ჩემი საარჩევნო შტაბის და საარჩევნო გუნდის წევრები მოგისმენენ ყურადღებით, ტელეფონის ნომერსაც ვიტყვი 255 42 42 დარეკეთ და მობრძანდით. ერთი რომ პრობლემები შეგიძლია გითხრათ და მეორე მე მოუწოდებ ყველა ადამიანს მოქალაქეს, რომელსაც უნდა მოხალისეობრივად დამიდგეს ხარში, შეგიძლიათ მობრძანდეთ, იმიტომ რომ რაც გამოვაცხადე, რომ ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი, მართლაც უამრავი ადამიანი მწერს, მოდის, მირეკავს და ეძებდნენ კონკრეტულ ადგილს, აი შეიძლება მოსულიყვნენ და გვეუბნებიან, რომ აი მე მანქანა მყავს, ბენზინის ფული მაქვს და რითი მოგემსახურო, ზოგი მოდის, რომ თქვა ეს შემიძლია, ზოგი ეს შემიძლია და თითოეული მათგანის ხარდაჭერა ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი, ამდენად არის ახლა კონკრეტული ადგილი, სადაც დილიდან საღამომდე შეგიძლიათ მობრძანდეთ, ერთის ხრივ ხარში დამედგეთ, ან მივმართავ მე ნებისმიერ ადამიანს, პენსიონერს, ახალგაზრდა, საშუალო ასაკის ადამიანს, დასაქმებულს და უსაქმებელს, ვისაც გინდათ რომ ჩვენ ერთად საერთო ძალა მოვიკრიბოთ და შევცვალოთ ხელისუფლება ქალაქში და ეს ქალაქი ნორმალურ ქალაქად გავხადოთ ნელ-ნელა და თანდათან მობრძანდით და მეორე მხრივ შეგიძლიათ მოხვიდეთ თქვენი პრობლემებით, როგორც მოდიოდით ისე. ალეკო, აი ყველა კანდიდატს თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის თქვენი ერთადერთი ოფისი თბილისში. ყველა კანდიდატს რესურსი ფინანსური იქნება ეს თუ სხვა სახის აქვს უფრო მეტი ვიდრე თქვენ და ეს თქვენ თავადაც აღნიშნეთ ახლა, ხომ? საინტერესოა რაში მდგომარეობს ის სტრატეგია, რომელმაც შეიძლება ეს ყველაფერი გადაწონოს. თქვენ მოიგეთ საკრებულოში ადგილი რამდენიმე წლის წინ, ასევე როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, მაგრამ ახლა ლაპარაკია თბილისის მერობაზე. რა გიჩენთ იმ იმედს, რომ თქვენ შესაძლოა სერიოზული წარმატება გქონდეთ ამ არჩევნებში? ხალხი და მათი ძალა ეს მიჩენს ყველას გონია რომ ახლა ქართულ ფონდი და ქართულ ბანკი უდგას გვერდში და ექსოლაკიდან იმპერატორი რაღაც მხარს უჭერს და ეს არის გადამწყვეტი ან ვიღაცას გონია რომ ტრანშები წამოვა კიევიდან თუ არ ვიცი სააკაშვილი სად არის ხო ბოლო დროს გონი ტანზანიაშია მთავარი ეს არის რომ იქ ვიღაც კეზერაშვილის ფინანსური რესურსები ეს არის გადამწყვეტი და პარტიული აქტივი და კოორდინატორები ან გამგეობის თანამშრომლები და ბაღის თანამშრომლები რომლებსაც სამწუხაროდ ესე დაატარებენ აქეთ-იქით მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლება იცვლება და ეს წესი წესად რჩება სამწუხაროდ ამის და მიუხედავად ყველას ავიწყდება გადამწყვეტი ეს არის ხალხი და მისი ძალა მე არ დამვიწყებია მე უფულოდ და ხალხთან ერთად ერთხელ უკვე შევძელი და დავამარცხე ქართული ოცნებაც და ნაციონალურ მოძრაობაც ეს ვიცი როგორ კეთდება ამისათვის ხალხს უნდა უსმინო და მათი პრობლემებით იცხოვრო და ზემოდან არ უნდა უყურო და შავი ჯიპებიდან არ უნდა უყურო და რაღაცა გრძელი კაბინეტებიდან ადამიანებს ადამიანურად უნდა ელაპარაკო ამ ხალხს და უნდა გულით ცდილობდე პრობლემების მოგვარებას და მე მერობას და ამ ძალის მწამს ამ ძალის შეერა და ამიტომ ვარ დარწმუნებული აბსოლუტურად რომ ჩვენ შევძლებთ ერთად გამარჯვებას და ვაჩვენებთ ის რაც ყველაზე უმნიშვნელო და სუსტი გონიათ როგორი ძლიერია სინამდვილეში ხალხზე მაქვს ლაპარაკი რომ გონიათ რომ მოიცარა მაინც ის იქნება მაინც ეს იქნება სპეციალურად გამოგზავნილი მესიჯები რო არის ხელისუფლებიდან მაინც ის იქნება მოიცარა ჩვენ ვინ გვეკითხება არავითარ შემთხვევაში ჩვენ გვეკითხება იმიტომ რომ პრობლემები გვაწუხებს ჩვენ ამ ქალაქში პრობლემები იმათ არ აწუხებთ არც სააკაშვილს აწუხებს კიევში პრობლემები რაც არის ქალაქში ტროტუარზე რო ვერ გავაგივლია და საათობით რო დგახარ საცობში და ეშხამიანი ჰაერი რო ონკოლოგიურ დაავადებებს
უწყობს ხელს და 10000 ახალი შემთხვევა არის შარშან დაფიქსირებული და რამდენიმე არ ვიცი რომ ჭირს და ვერ გავსინჯულვართ ექიმთან და არც ივანიშვილს არ აწუხებს ხედავთ ეგერ ხეების გადათრევა გადმოთრევის მეტი არ აწუხებს იმ კაცს არაფერი და ხალხის პრობლემები ჩვენ გაწუხებთ და ჩვენ უნდა გავერთიანდოთ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ მე თქვენ გაგაძლიერებთ თქვენ მე გამაძლიერეთ და ასე უნდა შევხვდეთ ეს ყველაფერი არაფერი წარმოუდგენელი არ არის რთულია მაგრამ შესაძლებელია აბსოლუტურად მადლობთ ალეკო ელექსაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო ჩვენი გადაცემის ბოლო სტუმარი ამით ეს ეთერი დასრულებულია თქვენ წინ გელოდებოთ 20 საათზე რეაქცია ინგა გრიგოლიასთან ერთად ასე რომ დაელოდეთ რეაქციას მე კი ხვალამდე გემშვიდობებით